თუ კი ახლა შენ ვინმე გძულს, თუ კი ვინმე შენ არ მოგწონს, იმიტომ რომ არ იქცევა ის ისევე, როგორც შენ გსურს მოქმედებდეს. ეგოისტი თვითონ შენ ხარ. აიძულებ ადამიანს იმოქმედოს, როგორც შენ გსურს და ფიქრობდეს, როგორც ფიქრობ თავადე შენ. მოძალადე ტირანი ხარ. მოგწონს ის, ვინც მოსაწონი შენთვის არის. სიყვარული ის არ არის. თუ ის გიყვარს, ვინც შენ მოგწონს. სიყვარული ყოფნა არის სისავსეში და არსში. სიყვარულში მკაფიოდ გრძნობ და ზუსტებით რომ არ იცი მისი ყველა წარსულის დღე. დარწმუნებით არც ის იცი, ვინ რა განვლო, როგორ განვლო, ვინ რა იგრძნო, როგორ იგრძნო. რატომ გახდა ის ისეთი, როგორსაც შენ მას ხედავ. სიყვარულში მყოფადი სიბოროტეს ვეღარ სჩადის. აღარ ბრძოლობს თავის მესთან, თავის თავად აღარ სურს, რაც ბილწავს და ანადგურებს მის სულსა და სხეულსაც. სიყვარული, სიყვარული სრულყოფილად ყოფნა, ზრდასრულობის და ბრძენების ნიშანია. სიყვარული ეს სულია ენერგიის, სადაც ხდება მოქმედება, სასიკეთო, მშენებლური. სიყვარული რაინდეა, შემწყნარეა ის ყოველთვის. ბოროტებას ემიჯნება, არც გადაგებს მორალს, მორალის ტექსტს. სიყვარული თვით ასხივებს სინათლეს, სიბნელეშიც და უკუნით ღამეშიც. არ მოქმედებს ირგვლივობა, არ მოქმედებს დროები, არ მოქმედებს სად არის და ვისთან არის. სიყვარული მნათობია, სხივებს ტყორცნის სიკეთისას, არ ძალადობს და არც აქვს ჯის. ძალით არ სურს გაიძულოს, რომ კეთილად გარდაიქმნა. სიყვარული ეს სულია ღმერთის. სიყვარულში მაცხოვარი ვეღარ სჩადის დანაშაულს. არ არსებობს სიკეთე, თუ კი ვინმეს სიტყვით კლავ, თუ კი ვინმეს არ ექცევი, ისე როგორც უფლის შვილს. ტყუილია ის სიკეთე, ის წესები ქვეყნიური, სადაც კაცი ჩაგრულია, სადაც კაცი მონად გყავთ. ჯვარცმული გყავთ ისევ ქრისტე. ყოველ ჯერზეც კვლავ ჯვარს აცვამთ. როცა აჩენთ თქვენს უგვანო საქციელს, როცა მავანს არ უყურებ, როგორც შენსას თანასწორს, როცა ტკბები აგრესიით, სხვაზე ბრაზით დააჯობნით. ქრისტიანობა კი სულ სხვა არის. უპირატესი ის კი ვინც არის, იყოს მსახური კაცთა მოდგმისა. ქრისტიანობა მსახურება, თანადგომა, გაგება, დახმარება, გვერდში ყოფნა. ტირანია კი კაცთა მონობა, კაცთა დასტრესვა და წართმევა არჩევანის.